მოსაღამოვებული იყო, რომ რაქისმა მათკენ მომავალი მძოვართა ჯგუფი შენიშნა. როცა მათ მიუახლოვდა, მიხვდა, რომ ისინი მეუდაბნოვე ბერები იყვნენ. ღვთის ერთგული მსახურები, რომლებსაც ქრისტეს სიყვარულის გამო დაეტოვებინათ წუთისოფელი. ერთ-ერთს, რომელიც წინ უძღოდა ბერებს, სხეულზე ძველი თოკით მკვდრის ძვლები ეკიდა. რაქისი ცნობდა ვალავარს, იგი მათ შორის არ იყო. მაშინ რაქისმა ბერებს კითხა: სად არის ის, რომელმაც უფლისწული აცდუნა და წარწმიდა? უპასუხა კაცმა ძვლები რომ ეკიდა: მასეთი ჩვენ შორის არავინაა და არ ძალუც ჩვენთან ყოფნა. არამედ თქვენ შორისაა იგი, უფლისწულის დამღუპველი. ვიცნობ მას, განაგრძო წმინდა კაცმა. რაქისი ჰქვია და ეშმაკია იგი. ვფიქრობ, თქვენ შორის უნდა იყოს ის. მე ბალავარის შესახებ გკითხე, შეაწყვეტინა რაქისმა. მიუგო წმინდა კაცმა. მაშ რატომ თქვი, აცდუნა და წარწმიდაო? უფრო სწორი იქნებოდა გეკითხა, სად არის ის, რომელმაც ასწავლა და აცხონა? ის ჩვენი ძმა და მოყვასია, მაგრამ დიდი ხანია აღარ გვინახავს. უთხრა რაქისმა. მაშინ მითხარი, სად შეიძლება მისი ნახვა? უპასუხა წმინდა კაცმა. თქვენი ნახვა რომ დომებოდა, თავად მოგძებნიდათ. ჩვენ კი არ შევახვედრებთ მას იმათ, ვისი შეხვედრაც თავად არ სურს. უთხრა რაქისმა. სიკვდილით დაგჯით მეფე ამის გამო. მიუგო ღვთისმოყვარე კაცმა. რა განსაცხრომელს ხედავ წუთის სოფელში ჩვენთვის, რომ შევიყვაროთ ის. ხოლო ქრისტესთვის სიკვდილი, რომლითაც გვემუქრები, გაგვიძნელდეს. მაშინ რაქისმა წინ გაირეკა წმინდა ბერები და მეფეს მიჰგვარა. მეფემ ღვთისმსახური კაცები რომ დაინახა, ფრიად დაუმძიმდა, რადგან ეგონა, რომ ამგვარი ხალხი სამეფოში აღარ არსებობდა. და უთხრა მათ: თუ კი ეს ძვლები მათი მფლობელების სიყვარულისა და მათზე გულის ტკივილის ნიშნად გკიდიათ, დღეს მათ რიცხვს თქვენი თავებიცა და ძვლებით შეემატება. უპასუხა მას წმინდა კაცმა, რომელსაც ძვლები ეკიდა. ჩვენ ჩვენს თავებს უფრო ვიცოდებთ და დავტირით, ვიდრე ამ ძვლების პატრონებს, რადგან მათ უკვე განისვენეს და ჩვენ ჯერაც წუთისოფელში ვიმყოფებით. მათ ძვლებს კი იმ ერთადერთი მიზნით დავატარებ თან, რომ ყოველდღიურად სიკვდილი გაგვახსენოს. დასცინა მეფემ მათ: თქვენ ბრძენ ხალხს, ეგ გახრწნილი ძვლები უფრო მეტად როგორ გაგონებთ სიკვდილს, ვიდრე თქვენსავე ხორცში მყოფი თქვენივე საკუთარი ძვლები. უპასუხა წმინდა კაცმა. ისინი სწორედ იმიტომაა უფრო მამხილებელი, რომ მიცვალებულთა ძვლებია. ჩვენი ძვლები კი ცოცხალი სხეულისაა. და თუ მკვდრებისა და ცოცხლების ძვლები ურთიერთ მსგავსია, როგორც შენ ამბობ, რატომ თავად არ გახსოვს სიკვდილი? რადგან ძვლები ხომ შენ სხეულშიცაა? ან ჩვენ რატომ გაგვედავებ? ის მაინც გითხარი, რატომ დევნი მათ, რომელმაც წუთისოფელში შეგატოვეს და არ გეცილებიან მასში, და არ დევნი იმათ, რომლებიც გეცილებიან და გემეტოქებიან კიდეც ამ ქვეყნიურ დიდებაში. უთხრა მეფემ: იმიტომ რომ წუთისოფელს განშორებულნი და ცდომილებაში მყოფნი, სხვებსაც აცდუნებენ და კაცთათვის შექმნილ სიამოვნებებსა და მიწიერ სიკეთეებს განაშორებენ მათ, რათა ქვეყანა მოუხდეს. ჩემი რისხვა მათთვისაც ჭკუის სასწავლებელია და ხალხისთვისაც. ვდევნი მათ, რადგან არ ითვისეს ამ ქვეყნიური პატივი და არ შეიწყნარეს ამ ქვეყნიური სიკეთეები. უთხრა წმინდა კაცმა: თუ მართლაც იმიტომ გვემტერები, რომ წუთისოფლის სიკეთეები მივატოვეთ, შენ კი ყოველი კაცის შვებით ცხოვრება გსურს, რატომ არ ამყოფებ მათ იმ განცხრომის თანამონაწილედ, რომლითაც შენ იშვებ და მხოლოდ იმგვარი განცხრომისკენ უბიძგებ, რომლითაც თავად არ ილხენ? უპასუხა მეფემ: იმიტომ რომ თანასწორი არ არის მეფე და მონა, ხედართ მთავარი და მეომარი. თითოეულმა კაცმა თავისი საზომისაებ უნდა მიიღოს შვება და პატივი. უთხრა კაცმა:
შენვე ეწინააღმდეგები შენ სიტყვებს, რაც ცხადყოფს, რომ საკუთარი თავისთვის ზრუნავ და არა კაცთათვის. თუ გნებავს გაუწყებ, რატომ ემტერები მათ, ვინც ერისკაცთა სამოსი განიძარცვა. იმიტომ რომ გეშინია, სამეფო არ დაგექცეს მონაზონთა გამრავლებით. მონობის უღელში გსურს კაცთა შებმა, რათა მათზე მეფობა შეინარჩუნო. გსურს მათი დამდაბლება, რათა თავად ამაღლდნენ. გნებავს მათი სიგლახაკე, რათა თავად გამდიდრდეს სურვილის სამეფო. და თუ რამეს ნებას ხრთავ კიდეც მათ წუთის ოფელში, მხოლოდ იმისთვის, რომ გადიდონ როგორც შენ მოგწონს. თავისუფლება წაართვიმათ და შენივე ნება ხავ მათსა და შენ შორის შუამდგომლად. ამ ქვეყნიურ საქმეებზე სანადიროდ გჭირდება ადამიანები და იმ კაცივით ეკცევი მათ, რომელიც გვერდით იმყოფინებს ძაღლს ან ქორს, აბამს და აშიმშილებს მათ, რათა უმეტესად გამზვინვარდნენ ნადირთა მიმართ. ხოლო როგორც კი წარმატებით მოინადირებენ მსხვერპლს, პირიდან გამოსტაცებს ნადავლს. თვითონ იმათ კი კვლავ თოკითა და ჯაჭვით დააბამს. მაშინ მათ ძლევა სინანულად ექცევათ, სიხარული კი გლოვად და უმეტესი ქების ნაცვლად დამცირებასა და გაძევებას მოიწევენ თავს. მსგავსადვე აახლოვებ კაც სოფელს, როგორც გნებავს და აშორებ, როცა გნებავს და არც არაფრის უფლებას აძლევ მათ წუთის სოფელში, გარდა იმისა, რაც შენს ინტერესებში. აქედან ჩანს, რომ საკუთარი თავისთვის ზრუნავ და არა მოყვესისთვის. ამავე მიზნით გსურს ჩვენი ამ ქვეყნად დაბრუნებაც. კითხა მეფემ. მითხარი, შენს მეგობრებს შორის არის ვინმე შენზე უმეტესი? უპასუხა კაცმა. ჩვენ შორის არც ჩემზე უმეტესია ვინმე და არც ჩემზე უმცირესი, რადგან ყველანი ერთნი ვართ ქრისტეს მიერ. ერთმანეთზე აღმატებულობა ამ სოფლის წესია, როგორც ეს შენსა და შენს გარშემო მყოფებს შორისაა მიღებული. ხოლო ჩვენ შორის კი არავინაა პატივით, სიმდიდრითა და წოდებით მოყვასზე უმეტესი. და არც არავინ არის სიგლახაკით, სიღატაკითა და უპატიობით ვინმეზე უმცირესი. მაშინ ბრძანა მეფემ ხელფეხი მოეკვეთათ შეპყრობილთათვის. თვალები დაეთხარათ და ცოცხალ მკვდრები გზაზე დაეყარათ. რაქის კი ნაქორის ბალავარის ორეულის მოყვანა დაავალა.